დამემართა არახოჩკინის ლიმფომა, მესამე სტადია სისხლის კიბო და მე ამ ჩემ ავადმყოფ შვილს სული. 74 წლის დედა თავდადებით იბრძვის კიბოს წინააღმდეგ. ის შესაძლოა დიდი ხნის წინ ყოფილიყო ღმერთთან, რომ არა პასუხისმგებლობა თავისი პარალიზებული შვილის წინაშე. იმის მიმართ, ვინც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარს. ნუგზარი 51 წლისაა. ის საწოლს არის მიჯაჭვური, როგორც შვილი, მთლიანად დედაზეა დამოკიდებული. არ შეუძლია ათქომა, თავისთვის საჭმლის მომზადება, წამლების მიღება, საპირფარეშოში გასვლა, დახმარების თხოვნაც კი. სერიოზული ავარიის შემდეგ ნუგზარმა თავის ტრავმა მიიღო, რამაც ჰემატომის წარმოქმნა გამოიწვია. მან თავის ტვინზე 2 მძიმე ოპერაცია გადაიტანა, რის შემდეგაც დაეწყო შეშუპება, რამაც მეხსიერება და მეტყველების უნარი წაართვა. სხეულის მარჯვენა მხარეს კი დამბლა გამოიწვია. დედამისი მარინა თავადაც მძიმედ არის დაავადებული. ონკოლოგია, დიაბეტი, წნევა. თუ დედა აღარ იქნება, შვილზე მზრუნველი არავინ დარჩება. ყოველთვიურად ოჯახს მხოლოდ მედიკამენტებისთვის 1000 ლარზე მეტი სჭირდება. ასევე საჭიროა პამპერსები, ჰიგიენის საშუალებები, რეაბილიტაცია და მასაჟი ნუგზარისთვის. დამხმარე რო გითხრათ ეხლა დღესდღეობით ნამდვილად არავინ არ აყვავს. მცხვენია გეფიცებით ადამიანობას. ძალიან მცხვენია რომ აი ხელგაშვერილი ვიღაცასთან დავდგე. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.